ჩინეთში იმყოფება საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, დეტალებს შალვა სუმბაძე გაგვაცნობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკვე ჩინეთის დედაქალაქშია და რამდენიმე საათში დაიწყება უკვე უმაღლეს დონეზე ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს შორის. როგორც იცით, შალვა პაპუაშვილი ჩინეთში მისი კოლეგის ოფიციალური მოწვევით იმყოფება და დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა მხარეებს შორის. როგორც ჩვენ შეხვედრის დაწყებამდე ვიცით, საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და როგორც აქ პარლამენტის დეპუტატებმა შეხვედრების დაწყებამდე გვითხრეს, მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მას შემდეგ რაც ჩინეთის როლი ზოგადად როგორც ევროკავშირის ასევე სხვა ქვეყნების მომარაგების თვალსაზრისით სხვადასხვა პროდუქტებით ეკონომიკური კავშირები გაიზარდა და ბუნებრივია ჩინეთის პოლიტიკური როლიც იზრდება და ამ ყველაფერში საქართველომაც უნდა ნახოს თავისი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობა. კონკრეტულად რაც შეეხება საუბარი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა როგორც ვიცით, შუადერეფნის საკითხი იქნება ერთ-ერთი თემა. როგორც იცით, საქართველო არის აზიიდან ევროპის მიმართულებით მიმავალი შუადერეფნის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ჩინეთთან ერთად, ვინაიდან სწორედ ჩინეთიდან უნდა წამოვიდეს ტვირთები, რომლებიც შემდგომში ევროპის მიმართულებით გადაიზიდება და სავარაუდოდ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა, ასევე ციფრული მიმართულებით საკმაოდ დიდია ის მიღწევები, რომელიც ჩინეთს აქვს და როგორც აქ დელეგაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ამ მიმართულებით საინტერესო იქნება გამოცდილების გაზიარება. სავარაუდოდ ეს იქნება ის მთავარი თემები, რაზეც მხარეებს შორის საუბარი შედგება. უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება მას შემდეგ, რაც ოფიციალური მაღალი რანგის შეხვედრები დასრულდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში. ჩვენი ვიზიტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი თავისი ბოლო აწლეულის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ის განსაკუთრებულად საინტერესო ქვეყანა არის თანამშრომლობისთვის. ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ცალკეული ქვეყნები აქეთკენ მოისწრაფიან, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპას, ევროპულ ბაზებს დიდი რაოდენობის საქონლით და ეს ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, რასაც პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებასაც საჭიროებს და საქართველოს რასაკვირველია, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა ამ შუადერეფანში, რასაკვირველია მეისტრაფის, რომ ჩინეთთან კონდეს ახლო ინტენსიური ურთიერთობები. ძალიან ძნელია რომ გადაჭარბებით შეაფასო ჩინეთის როლი, ის როლი, რომელსაც ის ახდენს სოფლიო პოლიტიკაზე, ან ის როლი, რომელიც მას უკავია სოფლიო ეკონომიკაში და მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე, თქვათ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით შუადერეფანზე, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინეთის, ჩინური ტვირთების გარეშე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან. ამ წუთებში ქართული დელეგაცია ჩინეთის სახალხო კონგრესის შენობაში იმყოფება. ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ქართველ და ჩინელ კოლეგებს შორის შეხვედრა, სადაც იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, საუბრის და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობა, შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.